გამარჯობათ მეგობრებო, არხის გავწერო, კარგო ხალხო. იარაღის მოყვარულებო და ვისაც ბრძოლის ისტორია გაინტერესებს რა. მთელი ცხოვრება ბრძოლა უიძახიან, მაგრამ ფაქტიურად ეგეც არის რა. თუ ადამიანს არითვის მიკრობებს ხომ მაინც ვევრცით რაღაცა გჭამს. მოკლედ, ჩავიწეროთ, ბატონი დავითი არ მახლია დღეს. ფეხბურთია წაბრძანებული, არა უშავს. ხანდახან ხელს მიშლის ხოლმე ესეთ რაღაცეებში. მაგრამ მაქსიმალურად მინდა რომ იყოს, მაგრამ ნუ არ არის არა უშავს. ჩავიწეროთ კიდევ ერთი საბრძოლო შეცდომა, მოგიყვებით თუ გაინტერესებთ, გავგამელის ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელი და დარიოსი შეეტაკნენ ერთმანეთს. ანუ ორი ჯარი, ორი ცივილიზაცია და ორი ყოვლად განსხვავებული მსოფლმხედველობა. და მაგ ბრძოლაში მოიგო ალექსანდრემ, ნუ ეგ ყველა მიცის, ლაშქრას აბერძნეთში. მთელი აბერძნეთი გადაწვა, გადმოწვა, მამამისიც იყო იქ მარათონის ომში წააგო, მაგრამ ნუ ეს სპარსელები ბერძნებს არ უსვენებენ. ეხლა მოვიდა ის დრო, რომ გაძლიერდნენ ბერძნები, კერძოდ მაკედონელები ჩრდილოეთ საბერძნეთში. და თავს დაესხენ უკვე სპარსეთის იმპერია. სპარსეთის იმპერია არ იყო მარტო სპარსეთი, რა იყო რა ძალიან ბევრი ხალხი, რაღაც 250 ნაცია იყო გაერთიანებული, გადამული ერთმანეთზე. სატრაპები იყვნენ, ზოგი პირდაპირ იყო დამორჩილებული, ზოგი მოკავშირე, ანუ უშველებელი იმპერია იყო. ხო და აი 25 წლის ბიჭმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, რომ თავს დასწმოდა ამოდენა იმპერიას. გადავიდა საბერძნეთიდან შემოვიდა იმაში, რა ქვია, სპარსეთის იმაში იმპერიაში და დარიოსის სამფლობელოებს დაერია. რამოდენიმე ბრძოლა მოიგო. დარიოსი შტერი არ იყო რა. ახლა ისეც არა ფიქრობდა რომ არ იქა მომიგებს ალექსანდრეო, მაგრამ მაინც არ უნდოდა ეს ხათაბალა, დავიდარაბა ამოდენა ჯარის მოგროვებოდა. კაცი გაუგზავნა ალექსანდრეს მომეშვიო რა და მოდიო ტკბილად ვიყოთო რაღაცებს მოგცემ გოგოს მოგათხოვებო რა. ახლა მეტი რა გინდა? ჩამისიზდები და ასე შემდეგო და ალექსანდრემ უთხრა რომ რაზე უნდა მოგელაპარაკო, რა სიტიცა ჩემიაო რა. აი მოვალო და მაყოლაფერს ისე ავიღებო. მოგელაპარაკო არა ტოროლაო. თან ახლა ალექსანდრეს ისეთი კაცის დიდი ეს რაღაც აქილევს ადარებდა საკუთარ თავს, უნდოდა რაღაცა ეს ძველი ბერძნული გმირები რო იყვნენ, მაგრამ ერთ ტიპი გამختارიყო. ბოლოს კი გამოვიდა, მართლა გახდა რა. იმიტომ რომ ხა ალექსანდრე მაკედონელი ყვერა მიწის. თან 25 წლის ბიჭია და ჭკუაზეა გადამდგარი ამ ჯარით მიუვარდა და ბოლო დარიოსმა გადაწყვიტა რომ გენერალური ბრძოლა გაემართა. ამისთვის ამ ბოლო მოეუვა ალექსანდრეს თარეშისთვის. მთელი იმპერიიდან მოაგროვეს ჯარი. ისტორიკოსები წერენ 200,000-დან 300,000-მდეო, მაგრამ თანამედროვე მეცნიერები ძახიან მაქხელა ჯარი არ იქნებოდაო, მაგრამ ალექსანდრეზე 5 დიდი მაინც იყო. ალექსანდრეს ჯარი იყო 42,000 კაცი, აქედან 7,000 ცხენოსანი იყო, დანარჩენი იყო ფეხოსანი ჯარი. ჯარებშიც განსხვავება იყო ის, რომ ალექსანდრეს ყავდა მეომრები, აი ესეთი მოდი ის ყავს, რა ქვია, ასისტენტი ყავს. რაღაც აი ესე ეცვათ ალექსანდრეს მეომრებს, შუბები იყო სარისი ერქვა ამ შუბს და იყო 5 მეტრი. ახლა აქ არ აქვს იმის საშუალება რომ ეს 5 მეტრიანი შუბი კონდეს. 5 მეტრიანი შუბი კონდა 5 მეტრი 5.50 თითო შუბი. დგებოდნენ რიში ფალანგა ერქვა, ანუ მომარჯვებული კონდათ. ეს მოიმარჯვე, აი ესე წინ და წარმოიდგენთ აგენდა 5 მეტრი კიდე გაშვერილი იყო წინ ეს შუბი. ფარი ხარიღლი კონდათ გადაკიდებული. აი უყურეთ ახლა ფარია ჩვენ ხშიგიდან. ფარზე უკიდია ორივე ხელი. იმიტომ რომ ფარი მოიმარჯოს. ფალანგის ხალხს ესე არ აქონდა რა. ფარი იყო მხარზე გადაკიდებული აი ესე. და ხელი რო გაიშვეს, ხელი გამოიღე. აი ეს ხელი. და შუბს მოკიდე. აი ესე. ამ შუბს მოკიდე ორი ხელი. ანუ როგორ რაღაცა იყო ეს გამოძრე საერთოდ. აი ეს ფარი იყო ჩამოკიდებული მკერდზე. აი ეს. მეორე ხელი ქონდა თავისუფალი. შეიძლება პირდაპირ მოეკიდებინა იმისთვის. ანუ დაარტყმა ორი ხელი დაარტყი. აი ორი ხელით უფრო ძლიერი დარტყმა რო ყოფილიყო. ეს ფარი ზედა ქონდა. და აი ეგეთი რაღაცა იდგა მწყრივში და მოდიოდნენ. წინ მიდიოდა მსუბუქად
მსუბუქი როგორ ჰოპლიტები იყვნენ, ჰოპლიტებს ეძახდნენ, იმათა ჰქონდათ გაცირები დიდი ფარები. აი როგორ ვთქვათ, მუხლებიდან აი აქამდე რომ მომწოდეს დიდი მრგვალი ფარი, ჰოპლონები ერქვათ. ეს ჰოპლიტი მოდიოდა ჰოპლონით, ძიმე ფარით და ძირითადად იბრძოდა იმით, რა ქვია, ფარით, ანუ ფარს არ ტყავდა და ხმალი. გრძელი ხმალი ეჭირა ტიპს. და ჰოპლონის უკან ჰქონდა ეს ფარი, ანუ წინ თუ ვიდექი მე, ხო და ეს მეწირა ამხელა ფარი. ამ ხმალს ვერ ახედავდი. ანუ ამ ხმარს მე საიდან ვიხმარდი, ქვემოდან, ზემოდან თუ რას გადავწყვიტავდი, ვერ ახვდებოდი. ანუ მთლიან ტანს მიფარავდა, უშველებელი ფარი იყო რა და ესენი წინ მიდიოდნენ, უკან მოდიოდნენ ისინი, რა ქვია, გრძელი შუბებით შეერაღებული ხალხი. და დარიოს აყავდა ეგეთი საიდუმლო. საიდუმლო როგორ? იარაღი საბრძოლო ეტლებს გვერდებზე ის ქონდა გამოშვერილი ეგეთი დიდი დანებივით რაღაცა, მოდიოდნენ ესენ ყველასა თელავდნენ. და მივიდე ახლა იქამდე საქმე, ესენი არიან ფეხოსანი ჯარი. ამ ფეხოსან ჯარს ხმალიც აქვს, აი ესეთი. ჰოპლონი აქვს დიდი ხმალი და კავალერიას აქვს აი ესეთი ხმლები. კოპოსი ქვია ესეთ რაღაცას. ერთ მხრიდან არის გალესილი, აქ არის წასქელებული, ანუ ცხენზე რო ზიხარ, ზემოდან ჩეხავი დარტყმა რო გააკეთე, ეს საჩქვრეტი არ იყო. ზემოდან ჩეხავი დარტყმა რო გაეკეთებინა, იყო აი ესეთი ხმალი. ო, რა უნდა მეთქვა, სულ დამავიწყდა. იარაღის მუზეუმში ვარ თბილისში. ბატონ დავით ნასარიძესთან, რომელმაც აი ესე ძალიან ისე გვეხმარება რა ესეთი ვიდეოების გადაღებაში. თბილისშია, მილიონის 8 ნომერში მოვბრძანდით, აქ მოსვლა უფასოა, ბავშვები მოიყვანეთ, რა ვიცი, მოხვალთ, აი რაც ალაგია. შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ, რა ვიცი. შეიძლება ზოგ სახში მუზარადი გაქვთ, ეხლა მე არ ვიძახო რომ გიორგი საკაძეს დაცეფარა მუზარადი, ახმალიან რამე, გინდა თანამედროვე გაკეთებული, ოღონდ ძველ სტილში, ხო? შეგიძლიათ მოიტანოთ, რა ვიცი, თუ გიჟანგდებათ სადმე და მუზეუმში დადოთ. ანუ შეწინოთ მუზეუმს, ეგ ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ ბატონი დავითი წყიდულობს, რაც შეუძლია თავისი მილიონერი და რაღაც არ არის და იმას რა ქვია, შემოწირულობიც არის, ვისაც რაღაც შეუძლია, მოახდა ამას აძლევენ ხოლმე რა. მოკლედ. შეერაღება რა ქონდათ? კიდე ყავდათ ესეთი მეშურდულეები, აი შურდული ქონდათ, ამაში ქვა იდებოდა და ატრიალებდი და შურდულის ქვა ისროდი. ნუ აი ამ ხელა მუშტის ხელა ქვა იყო, მაგრამ თუ ვიღაცა იტყვის რომ მუშტის ხელა ქვამ რა უნდა დამაკლოს, იმიტომ რომ ზოგს მუზარადი ეფარა, ზოგს ფარი და ასე შემდეგ, მაგრამ 20,000 ეგეთი ქვა რო წამოვა ერთდროულად, ხო? ეგ არის ხალხზე 5 ტონა ქვა და ერთ ადგილზე რო ურტყავს ეს 5 ტონა ქვა, იმას ვერ გაუძლევდა ვერაფერი. ესენი მსუბუქად შეერაღებული ტიპები იყვნენ, გადაკიდებული ქონდათ ესეთი ნაჭერიში, ქვები ელაგათ და შურდულები ქონდათ. დარიოსი ჯარზე ვილაპარაკო. დარიოსი ჯარი იყო ძალიან სხვადასხვანაირი, ანუ მორეკილი იყო 250 ტომი, ნაცია. თავისი კულტურით, თავისი ქცევით, ამ დროს გონი საქართველოს დარიოსის იმაში შედის. შეიძლება ქართველებიც აყავთ, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევისათვის მე რა შეიძლება იყო, არ ვიცი, ზუსტად. მაგრამ ძველი რუკები მაქვს ნანახი, საქართველოს მოქცეულია მაგის იმპერიის ქვეშ. ყველანი იყვნენ მოსულები თავისი იარაღი, თავის ჯავში, თავისი წესწავლებით და ბრძოლის წესებით. ანუ ერთი მთლიანი ორგანიზმი არ იყო. მაკედონელები ერთი მთლიანი ორგანიზმი იყო, მეჯოგიების შვილები იყვნენ, მოგროვდნენ, პროფესიონალური ჯარი ჩამოაყალიბეს და მოვიდნენ საომრად და ესენი ძალათი მორეკილი ხალხი არიან კიდე ისეთი ხალხი, ვისაც ფულს უხდიან. ბერძნებიც აყავთ დაქირავებულები. იმიტომ რომ ეს მაკედონელები ბერძნებსაც აუხრებდნენ და ძალიან ცუდღეში აგდებდნენ. და ისინი ბერძნები ფულზე ომობდნენ და იყვნენ ეგენი ბერძნებიც აყავდა ამას. მოყვანილ მოკლედ განლაგდნენ. ნივიდე ახლა ამ ხელა ჯარს უნდა ეომო, ხო, წინა დღეს ახლა აბა როგორი სიტუაცია და კაცი ყავდა ამას. მამამისი ძმაკაცი ფილიპეს მებრძოლი იყო, პარმენიონი ერქვა, ცხენოსანი ჯარის სარდალი იყო, ძალიან ფრთხილი. ძალიან ჭკვიანი და ძალიან გამოსტილი ეგეთ საქმეებში და პარმენიონი მოთხა რომ მივალთო. ძალიან ბევრი არის და ღამე დავეცეთო რა. და ალექსანდრე უთხრა არა, ღამე არ მინდაო. პარმენიონი რო იყო, მე ღამე დავეცემოდი, მე ალექსანდრე ვარ და დღისითო გაუმართა ბრძოლასო. ეხლა პარმენიონს ყველაფერს ეკითხებოდა, იმიტომ რომ პარმენი იყო ძალიან ფრთხილი და ჭკვიანი. და როგორც პარმენიონი ფიქრობდა, ეს აქვია ალექსანდრეც
იძახდა რომ მოწინააღმდეგეც ეგრე იფიქრებსო და ზუსტად ეგრე იფიქრა ქსექსტემ რომ ღამე დამეცემაო მთელი ღამე ჯარი მოწყობილი ყავდა და ელოდებოდნენ თავდასხმას. არ მოხდა თავდასხმა მთელი ღამის უძინარი ჯარი ყავს სპარსელებს და დილით ისე კარგად ეძინა ალექსანდრეს რომ ძლივს გააღვიძეს რა იყო ეს ჯანიანად რო ძინავს. დილით ადგა ჯარი მოაწყო და რაღაც სიტყვითაც გამოვიდა რომ წინ ამე და ეხლა ნახე ბრძოლის სასწორზე რა დევს. დევს იმპერია უშველებელი. თუ წააგო იმან რა ქვია დარიოსმა და თუ ალექსანდრემ წააგო ეს სპარსეთი ჯარი მოწყობილია დაიძრება და გადაულიცხეს საბერძნეთს და მიაყოლებს ზედ ამ შენ იმას რა ქვია მაკედონიასაც. ანუ ორივესთვის სამთო-საერთო ბრძოლა და გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლას შეუძლია შეცვალოს ისტორია და ახალი ისტორია დაწეროს და მართლაც ეგრე მოხდა რა. ისტორია შეცვალა და ახალი ისტორიას დაწერა. ეხლა მოდი ვნახოთ როგორ იყო იმას რა ქვია ჩვენმა გამომწერმა მაგარი დაფამაჩუკა და მაგ დაბაზე დავხაზავ. როგორ იყო ჯარი მოწყებული და ვნახოთ დარიოსმა სად დაუშვა შეცდომა. მოგლე მეგობრებო. კინო კი გადანახე თუ არაღაც ნახეთ. მაგრამ მაინც გეტყვით ორი სიტყვით თვითონ ამა როგორ დაუშვა შეცდომა. ანუ რაში მოტყუდნენ სპარსელები. კერძო დარიოსი. დილით გააღვიძეს როგორც ვთქვი ეს ძლივს ალექსანდრე. წამოვიდა ჯარი მოწყობილია ემზადებიან ბრძოლისათვის და აი ეს სპარსელები არიან ზემოთ. სპარსელების აი ეს იმხელა ჯარი ყავდათ რომ იყო 4 კილომეტრი. აი ეს სიგრძე. ბერძნების ჯარი იყო 2 კილომეტრი. ანუ ამხელა ჯარი კაცობრიობის ისტორიაში არავის არ აყავდა ნანახი რა. ორი ამოდენა არმია ერთმანეთს შესეოდა და ბრძოლა მომხდარიყო. ეს ბატონი დავითის შემოქმედება პატარა კაცუნებიც აყავს მებრძოლი თუ მოხვალთ მუზეუმში ამასაც ნახავთ. და რა მოხდა ახლა? ამხელა ჯარს, აი პატარა ჯარს. და ეს არის 47000 კაცი, 42000. 42000. ესენი, ნუ იძახიან 200-დან 300.000-მდე, მოდი ვთქვათ, რომ 150.000 მაინც იყო. უშველებელი ჯარია მაინც. და უკან აყავს ამას ეტლები, დარიოს თვითონ აგერაზის, დარიოსი, აი ესეთი ტიპია რაღაცა, დარიოსი რაღაცაზე ზის. ალექსანდრე წინ უდგა პატარა კავალერიით, თავი ჯარს უკან დგანან. ისინი რა ქვია ფალანგები და გვერდზე რატოღაც მარცხენა მხარეს დააყენა პარმენიონი თავისი იმითი რა ქვია ცხენოსანი ჯარით. დარიოსმა რომ დაინახა რაღაცა უშნოდ არიან განლაგებულები რა. რატომღაც აქ ცხენოსნები არიან, აქეთა ფლანგზე არავინ არ არის. თვითონ კლასიკურად აყავს გაწყობილი ჯარი, წინ დგა მთელი ჯარი, გვერდებზე აი ესენი არის ცხენოსანი ჯარი. ნუ კლასიკური რა უნდა მოხდარიყო, ხო? და ცხენოსან ჯარს გათვლა ეგეთია რა, წამოა, ალყაში მოახსე ცხენოსანი ჯარი და მე ეს ძირითადი ჯარი ამას არ ტყავს. და ბრძოლას იგებენ. ნუ დარიოსი ეგრე ფიქრობდა ყველა შემთხვევაში. ამიტომ ინიციატივა თავის ხელში რო აიღო, ცხენოსან ჯარს უბრძანა რომ თავს დასხმოდნენ ამ პარმენიონის ცხენოსნებს. როგორც კი ცხენოსანი ჯარი დაიძრა ამ იმეების რა ქვია სპარსელების დარიოსის და დაარტყეს პარმენიონს, ეს ძირითადი არმიაც დაიძრა იმისკენ რა ქვია ბერძნის ჯარისკაცებისკენ. ამ დროს აი აქ არის ალექსანდრე. ალექსანდრე აქედან წამოვიდა აი ესე. ანუ გვერდზე გაუყო, თავდასხმაზე არ გადავიდა, არც ბრძოლა არ მოიგო, დაიწყო აქეთ სირბილი მთელი ცხენოსანი ჯარი წამოვიდა. და აი ამასაც კი გაცდა. ამათ ხო ცხენოსანი ჯარი, ამ ცხენოსანმა ჯარმა რომ დაინახოს ალექსანდრე კიდე იქით მიდის. ამათაც პარალელურად დაიწყეს ამის მოძრაობა, არც ესენი არ დაესხნენ თავს. პარალელურად რომ ამა დაიწყეს ამ ჯარის, ანუ რატო აკეთებენ ამას, ეშინიათ რომ ალექსანდრემ აქედან არ დაარტყას რა გვერდიდან.
ამიტომ ესენც აქეთ გამოიწვნენ რა, ეს მოდის აქეთ, ესენც მოყვებიან, გვერდ მოდიან. აი აქ როგორ წარმოიქმნა დიდი, რა ქვია, დაცილება. ამ ჯარის ნაწილმაც დაიწყო ცხენოსან ნაწილთან ერთად მოძრაობა აქეთან მიმართულებით. ანუ ესე წამოვიდნენ ესენიც. და ამ დროს რა მოხდა? აი აქ წარმოიქმნა დიდი ადგილი, ანუ აი ესეთი ადგილი წარმოიქმნა. ალექსანდრეს ეს ცხენოსანი ხომ მოყავდა და აი აქ ედგა მეშურდულეები, აი ესეთი შურდულებით ისწორდნენ ტიპები, მეშურდულეები ედგა, მეშურდულეები ამოყნენ, ესო დაიძრა, მეშურდულეები დაიძრა, მტვერი იდგა რაღაც ვერ დაინახეს, მეშურდულეები წამოყნენ ალექსანდრეს და ალექსანდრე დაინახა აქ, ეს ჯარი გამოიწია. აიღო და შეწყვიტა წინსვლა, ოდნავ ცოტა დატოვა ისინი რა ქვია, ცხენოსები და თვითონ პირდაპირ აი აქ დაარტყა, აი აქ. ამათ ხო დაინახეს, ალექსანდრემ აქ დაარტყა ცენტრი, დარიოსი ახაზის. შემოbrunება დააპირეს, მაგრამ ცხენოსებმა დაარტყეს აქედან. და მეშურდულებმა ქვების სიტყვა აი ამათ დააუშინეს, თვითონ ამ ჯარსაც და ცხენოსებსაც. ანუ აი ეს ფლანგი აქ შეიკრა. ეს ხდება ძალიან სწრაფად. ცხენით ალექსანდრე თავის ჯართან ერთად შევარდა და პირდაპირ ამას ჯარს აი ამ ადგილზე, სადაც გარღვევა იყო, პირდაპირ დარიოსისკენ დააწვა. ანუ დარიოსი დაინახა კიდევაც რა. დარიოსმა რო დაინახა ეს ჯარი წინ მიდის, ყველა ამ ჯარზე მოდი ამ ჯარზე ვილაპარაკოთ. სანამ ალექსანდრე ამას დაარტყავდა, დარიოსმა გადაწყვიტა თავის საბრძოლო ეტლები გაეშვა და გადაეთელა ბერძნები. ბერძნების ფალანგა არის რაღაც ესეთი, შუბებიათ გამოწეული წინ, მოდიან. ეტლი რომ მოდის, ეს თქვათ ეტლი იყოს, ეტლი რომ მოდის, ესენ უბრალოდ ესე გაიწივნენ, აი ესე. ესე. და ეტლი შეუშვეს შიგნით. მერე აქედან და აქედან შუბებით ესენი ჩახოცეს. ვინც ვერ ჩახოცეს, იმან უბრალოდ გაიარა და იქით მხარეც გავიდა. ამათ აყავ ძალიან მაგარი ცხენოსანი ჯარი, პარმენიოს მაგრა გაუჭიდა. ესენი ისეთი ძალით მიიღეს სპარსელების ხედრობა, რომ ზოგმა პარმენიონთან ხო ბრძოლა მიდის, ზოგმა აი ესეც კი ჩამოირბინა, აი ესე. და ბრძოლაში არ ჩაებოდა, პირდაპირ აი აქ მივიდა, სადაც ბერძნების აღალი იყო, იმ იმედით რომ რაღაცას გაძარცვავდნენ და მოიპარავდნენ ასე შემდეგ. და პარმენიონი არის ძალიან შავდღიში. ეტლებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს და ფალანგები უკვე მიაწვნენ ამის ძირითად ჯარს დაეჯახნენ. ამ გრძელი შუბებით. და აი ამ დროს ალექსანდრე შეცვლას აკეთებს აქედან. დარიოსმა დაინახა ალექსანდრე აქ არის უკვე მოსული და გაიქცა. გაიქცა ეს ვირთხა ესა და გარბის ეს დარიოსი მოსდევს ალექსანდრე. მაგრამ ამ დროს ეს პარმენიონის ბიჭი მოვიდა თუ ვიღაც არ ვიცი, მგონი ბიჭი იყო. აქედან ცხენით როგორღაც აქამდე მოაღწია და ალექსანდრეს ეუბნება დარიოს რომ მისდევ ახო პარმენიონის მაგრა უჭირს და ჩვენი ცხენოსებს უშაიხოცებიანო კავალერიაო. უყურებს ეს რომ ის გარბის, აქეთ კიდე თავისებს ძალიან უჭირდა შეეშვა რა, უთხარ გაიქცეს მაგდია სვატირეო და უკრინდა თავის ცხენოსები აქედან შესული ცხენოსები მოტრიალდა და აი აქ დაარტყა იმას რა ქვია. მხედრებს დაეხმარა თავისი, პარმენიოს დაეხმარა. აქ უკვე არეული სიტუაცია აქედან ამბავი მოვიდა რომ უკვე ჯარი გაიქცა და ესენი სრულთლიანად აირივნენ და გარკვეულწილად ძელო მოიგო. ანუ ერთი შეცდომა, მთელი ამბავი, ერთი შეცდომა რომ ესენი გამოყვნენ, აქედა აი აქ შექმნეს ბერძნებმა გასავლელი რა, შესაუვარდი. რითაც ისარგებლა ალექსანდრემ. ეს უარ გაეკეთებინათ, ალექსანდრე მიდიოდა და ესენი ადგილზე მდგარიყვნენ, მარტო ცხენები გაყოლოდნენ და ჯარი გვერდზე არ გაწეულიყო და აი აქ არ შეექმნათ გასასვლელი. ეგ ბრძოლა როგორ დამთავრდებოდა, ჯერ კი ძალიან მაგარი საკითხი ვიქნებოდა. ზოგი იტახის რომ იმის ბრალე რომ ფალანგები ყავდა და ფალანგა დაუმარცხებელი იყო. დაუმარცხებელი არაფერი არის, ყველაფერი არის ომის ამბავში ვიძახი ტყუილზე დაყრდნობილი. მოატყუილა, შეცდომაში შეიყვანა დარიოსი და ბრძოლა მოიგო. ავიცი, არამც ბევრი ვილაპარაკე თუ ცოტა ეს რუქა როგორ გაიგეთ არ ვიცი, მაგრამ შემიძლია მე
რუხაც ამოვანათო რა თვითონ როგორ იყო განლაგებული და როგორ მოხდა. ასე რომ მეგობრებო, ეს იყო კიდევ ერთი ვიდეო, სადაც იყო საბრძოლო შეცდომა. შემდეგში გადავიღებთ კიდე სხვა ვიდეო, სადაც სხვა საბრძოლო შეცდომა იქნება თვითონ ბრძოლა რამ განაპირობა, რომ დიდმა ჯარმა წააგო პატარა ჯართან. გაგვამრით ბრძოლა ესე იყო და შემდეგ ვიდეოში შემდეგზე ვილაპარაკოთ. კარგად ვზრდებოდეთ შემდეგ ვიდეოდან.